ნორმალური ბიჭო ნორმალური ხარ გაცული არ გაგიყო რა 90% ლაპარაკობ მართლა ნორმალური ის 10 არ უნდა ისაუბრო მე რომ ვკითხო ჩემო 10 არ უნდა ვისაუბრო ლაპარაკობ მიყვარი რა ნორმალური საქმეა თავი რა სულელია მაკა ეს რა სიგიჟია რა საკეთებს ეს კლოუნი დამცირებული ეს კლოუნი დამცირებული არა კლოუნი ხარ ეხა კალმისტარი ჩაულებრივი კლოუნი ხარ რო დადე ამ კალმისტარი მადროს ხელი და ვერ გააგდებდი იდაბრიგეობები იმიტომ რომ შეურაცხყოფის მიღება ადამიანისთვის შეთვის არის პროზაული რა პროზაული ბიჭო რა საკეთე არა მე გაჩვენებდიო როცა იყო მელიას დრო და როცა მელია მიჩულებდიო აბა ვერ გავიგე როცა იყო მელიას დრო RTS და ხო ცემდი და მიჩულებდი ანუ არ არის გარკვეული ეს რა ცხოვრებით ცხოვრობს რა ეს ერთი მეორე ან რა ცხოვრებით უნდა იცხოვროს ამ უფმა ხო და მეორე არის შეიძლება ჩვენი დრო რო სხვა დრო რო იყოს შენ ისე მოგივლიდი ხელისუფლებაში რო ვიყო რომ შენ ჩვენებაზე მისცემ ხო ეგ გულისხმობოდა ანუ ერთია რომ მე ისე გცემდი რომ შენ ჩვენებას მისცემდი და მე დამიჭერდნენ გოზურად მოიქცეოდი შენ საინტერესო რა პოლიტიკოსებს შორის მიდის ეგ ბაზარი მეორე არის პოლიტიკური აქტა რომ მე რო ვიყო ხელისუფლებაში ისეთ რაღაცას გიზავდი რომ ჩვენებების მიცემას დაიწყებდი ყველა მე მევასება ნიკამელიათან რომ ირიბად რო ბლატაობს ხოლმე როგორ მეცინე პირდაპირ ვეღარ უბასთან შეეძლო რა თქმა უნდა ბიჭო ნუ აქ ჩვენ რას ხედავთ რაზე დაიწყო ეს ყველაფერი თუ გახსოვს იცი ეს კი მახსოვს მე უყურე კითხა დაფინანსებაზე უბრალოდ კითხვა დაისვა რომ ფული საიდან 20 მილიონი საიდან მოუყარეთ თავი ახლად შექმნილმა პარტიამ და კოალიციამ 10 საიდან უნდა ამაზე ახტა დახტა და ტუფლებიდან ამოვარდა ხო არა აქვს პასუხი და იმითო არა აქვს პასუხი რა პასუხი უნდა ქონდეს ეგ მე მგონი თუ არსები იმაზე დაიწყო რომ გეგმა რა გაქვს თორე აი იაგოეუნება ეს მეტროებიდან მეტროებამდე შეერნობაო გეგმაო და ამას შეერნობაზე ძახიო ნუ კარგი გასაგებია მოდი გავუშვათ პეტროს ისკარიშვილი